მოდით დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ალბათ ყველაზე პირდაპირ იგავს ჩაუგრმავდეთ. ეს არის ამბავი რისკზე, პასუხისმგებლობაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. იცით რა არის საოცარი? ეს ამბავი 1000 წლეულებს ითვლის, მაგრამ დღესაც ისე ჟღერს, თითქოს პირდაპირ ჩვენზეა დაწერილი. ხო და მოდით დავიწყოთ. სანამ ამბავს დავიწყებთ, მოდით ერთი რამ გავარკვიოთ, რაც ყველაფერს ცვლის. რა არის საერთოდ ეს ტალანტი? იცით, ეს უბრალოდ ძველი ფული არ არის. წარმოიდგინეთ, ერთი ტალანტი იყო იმდენი ფული, რასაც ჩვეულებრივი მუშა 20 წელზე მეც მოანდომებდა გამოსამუშავებლად. 20 წელი. ასე რომ როცა ამ იგავში ტალანტებზე ვსაუბრობთ, დაივიწყეთ მონეტები. აქ საუბარია წარმოუდგენელ ქონებაზე და, რა თქმა უნდა, კოლოსალურ პასუხისმგებლობაზე. და აი ამბავიც ასე იწყება. გვავს ბატონი, რომელიც ძალიან შორს და ძალიან დიდი ხნით მიეგზავრება. წასვლის წინ კი რას აკეთებს? იბარებს თავის სამ მსახურს და ფაქტობრივად მთელ თავის ქონებას მათ უტოვებს. ხომ ხვდებით, ეს უბრალოდ ფულის დატოვება არ არის, ეს არის მთელი მისი ფინანსური იმპერიის მართვის მინდობა. მაგრამ აი აქ არის ძალიან საინტერესო დეტალი. ის ამ უზარმაზარ ქონებას თანაბრად სულაც არ ანაწილებს. ერთს აძლევს 5 ტალანტს, მეორეს 2-ს, მესამეს კი მხოლოდ 1-ს. რატომ? ეს შემთხვევითი არ არის. ტექსტი პირდაპირ გვეუბნება, რომ მან თითოეულს თავისი შესაძლებლობის მიხედვით მისცა. ანუ, ბატონმა წინასწარ შეაფასა ისინი, მან იცოდა ვის რა შეეძლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი სცენა მომზადებულია. ახლა კი იწყება ყველაზე მთავარი. როგორ მოიქცა თითოეული მსახური, როგორ გაუმკლავდნენ ისინი ამ გიგანტურ პასუხისმგებლობას. სწორედ აქ მათ არჩევანში იმალება მთელი ამ ისტორიის დრამა და კონფლიქტი. ის ორი მსახური, რომლებმაც 5 და 2 ტალანტი მიიღეს, დროს საერთოდ არ კარგავენ. ისინი, როგორც ჩანს, მომენტალურად ხვდებიან, რომ ეს ფულის შესანახი განძი კი არა, სამუშაო კაპიტალია. ფულმა ფული უნდა მოიტანოს, არა? ხო და ისინიც დაუყოვნებლივ იწყებენ მოქმედებას. და ნახეთ რა ხდება. მათი შრომა ნამდვილად შთამბეჭდავ შედეგს იძლევა. ორივე მოახერხა ის, რასაც ალბათ ბატონი ელოდა. მინდობილი კაპიტალი გააორმაგეს. 5 ტალანტი 10 გახდა, 2 კი 4. ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ არ შეეშინდათ, იმოქმედეს და გათვლილ რისკზე წავიდნენ. და მესამე მსახური ის სრულიად აბსოლუტურად განსხვავებულ გზას ირჩევს. იმის მაგივრად, რომ ფული აამუშაოს, რას აკეთებს? მიდის, თხრის ორმოს და მარხავს. მისი სტრატეგია არის არა ზრდა, არამედ უბრალოდ შენარჩუნება. და ეს სტრატეგია, როგორც ცოტა ხანში ვნახავთ, ნაკარნახევია ერთი რამით, შიშით. აი აქ უკვე კარგად ჩანს ეს ფუნდამენტური სხვაობა. ხომ ხედავთ? ერთ მხარეს გვაქვს მოქმედება, რისკი, ზრდა. მეორე მხარეს კი უმოქმედობა, შიში და ფაქტობრივად სტაგნაცია. ეს ორი სამყაროა, ორი სრულიად განსხვავებული მიდგომა ცხოვრებისადმი. გადის დიდი დრო და ბატონი ბრუნდება. დადგა ანგარის სწორების დღე. დროა ყველამ ანგარიში ჩააბაროს. წარმოიდგინეთ, რა დაძაბულობა იქნებოდა. ახლა საბოლოოდ გაირკვევა, ვისი მიდგომა ამართლებს. პირველი მსახური გამოდის. ის წარდგება ბატონის წინაშე და ამაყად ეუბნება: "აი, შენ 5 ტალანტი მომეცი და მე კიდევ 5 მოვიგე." ის უბრალოდ კი არ აბრუნებს ფულს, ის თავის შრობას, თავის შედეგს აჩვენებს. და ბატონის პასუხიც რა თქმა უნდა ცალსახაა. ის აქებს და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. აი აქ ვლინდება მთავარი პრინციპი. თუ შენ მცირედზე გამოიჩინე ერთგულება და ჭკუა, ესე იგი შენ უფრო მეტის მინდომა შეიძლება. შემდეგი მეორე მსახურია და აქაც ფაქტობრივად იგივე სცენარი მეორდება. ისიც ამაყად წარადგენს გაორმაგებულ კაპიტალს. ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ პროდუქტიულობა და მოქმედება ჯილდოვდება. და ბატონის პასუხი? ისე ვინივე, სიტყვას სიტყვით. ეს გამეორება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ქმნის რაღაც რიტმს, სტანდარტს და ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ ეს რიტმი სულ მალე ძალიან დრამატულად დაირღვევა. და აი დგება მესამე მსახურის ჯერი. ის ფულის დაბრუნებას პირდაპირ თავის მართლებით იწყებს. ვიცოდი, რომ კაცრი კაცი ხარ, შემეშინდა, ამიტომ წავედი და შენი ტალანტი დავმალე. აი შენი ფული ხელუხლებლად. ხვდებით? მისი მოქმედება კი არა, უმოქმედობა. დაფუძნებული იყო არა რეალობაზე, არამედ შიშზე. შიშმა ის უბრალოდ გაყინა, პარალიზება გაუკეთა. ბატონის რეაქცია არის მყისიერი და ძალიან მკაცრი. ის მას უწოდებს ბოროტსა და ზარმაცს და ეუბნება, რომ შიში არ არის გამართლება. კარგი, გეშინო და გარისკვის, სუმცირე ბანკირებისთვის მაინც მიიგეცა ჩემი ფული. მცირე პროცენტი მაინც დაერიცხებოდა. ანუ მსახურმა მინიმუმზე მინიმუმიც კი არ გააკეთა. და აქ მოდის კულმინაცია, ყველაზე მძიმე მომენტი. ბატონი ბრძანებს, რომ წაართვან ეს ერთი ტალანტი და მისცენ იმას, ვისაც უკვე 10 აქვს. უბრალოდ დაფიქრდით, რაოდენ ირონიულია. ის ცდილობდა შენარჩუნებინა ის, რაც ჰქონდა და საბოლოოდ სწორედ ამ ცდილობის გამო დაკარგა ყველაფერი.
კარგი, მოდით ახლა შევაჯამოთ. რა არის ის მთავარი, შეიძლება ითქვას, შეუბრალებელი გაკვეთილი, რომელსაც ეს დრამატული ამბავი გვიტოვებს? პრინციპი პირდაპირ არის ნათქვამი. ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ეს არის ზრდის ერთგვარი უნივერსალური კანონი. რასაც იყენებ, რაც მუშაობს, ის იზრდება და მრავლდება. რასაც მალავ და არ იყენებ, საბოლოოდ კარგავ. სისტემა სამყარო ცხოვრება და არ ქვით რაც გინდათ. აჯილდოებს მოქმედებას და სჭის უმოქმედობას. მოკლედ, მთელი ამიგავის ლოგიკა შეგვიძლია სამ მარტივ ეტაპად დავუყოთ. პირველი, შენ გეძლევა რაღაც შესაძლებლობა, შენი ტალანტი. მეორე, თუ ამ შესაძლებლობას იყენებ, მოქმედებ, ის იზრდება. და მესამე, ყველაზე მტკივნეული. თუ შიშის გამო მას მალავ, საბოლოოდ კარგავ იმასაც კი, რაც თავიდან ქონდა. ასე მარტივად. და, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს ამბავი მხოლოდ ფულზე არ არის. ტალანტი ხომ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, შენი ნიჭი, რაღაც უნარი, იდეა, რომელიც თავში გიტრიალებს, ან ნებისმიერი სხვა რესურსი. ასე რომ, ბოლოს ეს იგავი ერთ ძალიან პირადულ და არასასიამოვნო კითხვას გვიტოვებს თითოეულ ჩვენგანს. დაფიქრებულ ხართ თქვენ პირადად, რომელი ტალანტები გაქვთ შიშის გამო მიწაში ღრმად დამარხული.